ახლა მინდა შემოვიტანო აი ზუსტად ადამიანური კაპიტალის ინტეგრალი რეალურად ამ პროცესებში. ის რომ მაგალითად ჩვენ არა ვართ სტაბილურები, არ არის შესაბამისი კომპეტენცია, არ არის შესაბამისი ექსპერტიზა და ასე შემდეგ, კრებსითად, ხო? მე ინდივიდუალურ მოთამაშებზე არა მაქვს საუბარი. ეს არის გარკვეულწილად იმის ბრალი, რომ თავის დროზე ეკოსისტემას არავინ არ უკარნახა, რომ აი იცი რა არის დღეს დიჯიტალიზაცია იქნება მნიშვნელოვანი. ანუ ხვალდაზე მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ 10 წლის წინ ახლა მოგეხსენება ძალიან კარგად, რომ ჩვენი საუნივერსიტეტო თუ პროფესიული ეკოსისტემა, რომელიც მაშინ საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ ძალიან მცირე კომპონენტებით, ორიენტირებული იყო იმაზე, რომ გამოგვეშვა ბევრი იურისტი, ბევრი ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტი, ბევრი ექიმი, ბევრი დიპლომატი და საბოლოო ჯამში მივიღეთ არაფერი. და ის ინსტიტუციები, რომლებიც აი თუნდაც აი ადამიანური რესურსის განვითარებაზე უნდა ყოფილიყვნენ პასუხისმგებლები და აი თუნდაც ციფრული ტექნოლოგიების იმპლემენტირება, AI-ის ინტეგრალი თუნდაც იგივე პროცესებში, ანუ მათ ეზრუნათ თავის დროზე, ანუ ეს უნივერსიტეტები არ დავასახელებ ზოგი სახელმწიფო, ზოგი კერძო უფრო სახელმწიფო უნივერსიტეტზე, მაგ ახლა ამ შემთხვევაში საუბარი ტექნიკურ უნივერსიტეტზე, პირდაპირ თქვა, რომელიც უნდა იყოს და იმედი მაქვს, რომ არის თქო, როგორ თქვა, მაგრამ უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში სამჭედლო, აი ამ კადრების ზუსტად, ანუ მივიღეთ გარკვეულწილად დიდი წყვეტა და გარემოებებმა და კონკურენტულმა გარემომ სოფლიოში ეს წყვეტა არ გვაპატია და არ გვაპატიებს, იმიტომ რომ ყოველ წელს შემოდის ახალი ტენდენციები და ჩემზე კარგად მოგეხსენება შენ სექტორში რა ტენდენციები და რა ტრენდები არის, ხო, რეალურად. და ამას ადამიანური კაპიტალით ვერ უპასუხობთ. მე არ მინდა ნამდვილად მიწყინოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, მართლა დიდი პატივისცემა ამ ინსტიტუციას წლების განმავლობაში. რა სექტორში ვერ პასუხობთ? აი რა, ვინ არ ყავს? ფიქრობ, რომ ყავს? აი ვინ არ ყავს? კარგი, მოდი გავყვეთ. კონკრეტულად რომ და კარგი, აი მაგალითად სიტყვაზე ადამიანი, რომელიც აი სამშენებლო პროცესის გაციფრულებაზე იზრუნებს. ერთი. მეორე ადამიანი, რომელიც ამ შემთხვევაში სამშენებლო აუდიტის საკითხს გააკეთებს. მესამე, რომელიც იქნება ტექნოლოგი. მეოთხე, რომელიც იქნება სამშენებლო მასალებთან ურთიერთობის, ენერგოს, ადრენაჟის სისტემების და ასე. ნახე რა, ნახე ტექნოლოგი რაღაცა ისეთი ვიწრო სპეციალობა, რომელიც შეიძლება დაგჭირდეს, რომ მან სისტემა დანერგოს შენთან და მერე ეს სისტემა შენ გაუშვა, რა საჭიროა რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გაზარდოს რა? აი რა საიდან უნდა მოხდეს კადრების იმედი? ჩამოვიყვან გერმანელს, ჩამოვიყვან ფინელს, ჩამოვიყვან რატო არა? ნახე, შენ აუთსორსის მომხანო, აუთსორსია იგივე. ქართულ კომპანიას გამოვიყენებ აუთსორსას თუ უცხოურში. ჩამოვიყვან, დავანერგებ და გაუშვებ უკან. რატო? საფასადე სისტემებზე თუ ჩამომყავს ძალიან მაგარი გერმანული კომპანიები, რომლებსაც აუთსორს იმისთვის რომ გვატრენინგონ, იმისთვის რომ ჩაანკერების სისტემები აგვიხსნა და გვანახონ, კაპიკები ჯდება. არაფერი საჭირო არ არის რომ GPM გაზარდოს ის გაზრდილია უკვე იქ საუკუნოვან ტრადიციებზე არის გაზრდილი იგივე არის ახლა საათების ის რომ ვიწუწუნოთ რომ ქართველები ვერ ვაკეთებთ საათებს რა ხო აკეთებენ შვეიცარიაში საათებს ხო ან შვეიცარიულ საათს გავიკეთებთ და ვიყიდით ან თუ ქართული საათის გაკეთება მოგვინდება ჩამოვიყვან საათების ტექნოლოგ შვეიცარიიდან რომელიც ასე მამაპაპისეულად გაიზარდა აქ დანერგავს თავის ტექნოლოგიას გაზრდის რამდენიმე კადრს ასწავლის და მორჩა რა. ანუ მოდი ესე ვთქვათ, მიდგომა არის თავარი. ანუ გადაუჭრელი გზები ამ სფეროში არ არის. ეს არ არის ფარმაცევტიკა, ეს არ არის რაღაცა ბიოლოგია და ეს არ არის ასტროფიზიკა, სადაც ასტროფიზიკაში კარგები ვართ ქართველები და ბევრი ისა გვაქვს, მიღწევები გვაქვს, მაგრამ არ არის ისეთი სფეროები, რომელსაც ჭირდება რაღაცა, ასე ვთქვათ, ბევრი კადრი, რომელიც შენ უნდა ყავდეს, უნდა გაზარდო და შემდეგ ამან უნდა შედეგი გამოიღოს და ასე. მშენებლობაა რა. ანუ ისეთი მარტივ რაღაცეებზე გვაქვს საუბარი, ხა ელექტროინჟინერიაზე, ყველაზე რთული რაც შეიძლება იყოს ელექტროსისტემების აწყობა. ყავს კარგი ელექტროინჟინერები, კარგად გადაუხადე და მოვა იმუშავებს რა შენთან. ჩამოიყვანე რა ისა რა ქვია, მაგარი მაგ ეუბნები მე Siemens-იდან ჩამოვიყვანეთ პოლონეთში. პოლონეთშიც არისო კადრი, რომელიც ერთ-ერთი დატა ცენტრი იყო გასაკეთებელი და არისო კადრი. ჩამოვიყვანეთ და ატრენინგეს პოლონელები, წავიდა უკან გავამგზავრეთ. ანუ ესე უნდა სისტემა ბოდიში.
ხო, არა, ობიექტური პასუხია რა. ხო, ანუ მაინდა-მაინც ყველაფრის პროფესიონალი უნდა გაუზარდოთ და გამოაცხოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა. ანუ ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი ისენი აქვს, რა ქვია, პრობლემები აქვს და თავისი ის აქვს, რა ქვია, ცოდვები, რომ წელიწადში 3000 არქიტექტორს უშვებს, მე მგონი, მაგრამ რომელიც უკვე საჭირო აღარც იქნება ხვალ და ზეგ. რაუნდ მართლა ხვალ და ზეგ. აი ხა ვნერგავთ ჩემ არქიტექტურულ ბიუროში, ვნერგავთ აბსოლუტურად AI-ზე აწყობილ სისტემას, რომელიც ძალიან მალე იქნება სრულად ავტომატიზირებული და პირველად საქართველოში გვექნება არქიტექტურული ბიურო, რომელსაც ყავს ერთი მაყურებელი არქიტექტორი. ძალიან ობიექტური, ძალიან სამართლიანი, შეიძლება ბევრისთვის სამწუხაროდ მოსასმენი, მაგრამ რეალური პასაჟი არის რა.